ლარის კურსზე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში ეკონომისტებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ოთარ ანგურიძემ აღნიშნა, ლარის კურსი სტაბილურია. მისი განმარტებით ზაფხულმა ეროვნულ ბანკს იმის საშუალება მისცა, რომ თავისი რეზერვები საკმაოდ დიდი რაოდენობით რეკორდულად შეეფსო. ამდენად არანაირი საფუძველი არ არის იმის, რომ ლართან დაკავშირებით რაიმე მოხდეს და გაუფასურდეს. ლარის კურსი არის ძალიან სტაბილური, პირიქით ძალიან დიდი ვალუტაც შემოვიდა ამ ზაფხულის პერიოდშიც და სექტემბრის პერიოდშიც, აგვისტო-სექტემბრის პერიოდში, ასე რომ ვთქვათ, და ჩვენ ნახეთ, რომ ეროვნულ ბანკმა საკმაოდ შეივსო თავისი რეზერვები, ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი არის მზად იმისათვის, რომ უპასუხოს ყველა გამოწვევას, რაც პოტენციურად შეიძლება ლარის კურსს დაუდგეს. ამიტომ და მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე და იმ მოცემულობაზე, რაც გვაქვს, ხო, რაც ახდენს გავლენას ამ ზრდას. ყველა პარამეტრი გვაქვს წესრიგში, არ არსებობს, რომ რაიმე ტიპის მერყეობა მოხდეს ლართან დაკავშირებით, თუ კი რაიმე მოხდება და რაც მაგალითად ბოლო პერიოდში რამოდენიმეჯერ მოხდა, ეს იყო რაღაც ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგი და ამან შეიძლება რაღაცა ტიპის, მაგრამ უნიშნელოზე გავლენა მოახდინოს. ანუ შაშანდელზე უფრო მზად არის იმის თქმა მინდა ეროვნული ბანკი წელს, იმიტომ რომ ზაფხულმა მისცა ეროვნულ ბანკს იმის საშუალება, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით რეკორდულად შეეფსო თავისი რეზერვები და ამდენად მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ ლარზე რამე შეიძლება მოხდეს და ლარის გაუფასურება არ არსებობს, იმიტომ ეს შემოდინებები საერთაშორისო ნაკადებიდან კვლავ შენარჩუნებულია ჩვენს ქვეყანაში. ეკონომისტ სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მდგრად, დინამიკური განვითარების პროცესს აჩვენებს. საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს საკმაოდ მდგრად დინამიური განვითარების პროცესს, რაც მას პოზიტიურად გამოარჩევს არა მარტო სამეზობლოში, არამედ გლობალური მასშტაბით და ამას ხედავენ, აფასებენ, იძლევენ ობიექტურ შეფასებას საერთაშორისო ფინანსური, ეკონომიკური სარეიტინგო კომპანიები და ეს დასტურდება არაერთი გამოკვლევით, შეფასებით. თანაც მინდა ხაზი გავუსვრო, შეფასება ეხება არა მარტო ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკის ფაქტობრივ მდგომარეობას, რასაც ჩვენი სტატისტიკური სამსახურიც ადასტურებს და საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები, არამედ ინსტიტუციური მდგრადობის მხრივაც. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ენდობიან, თვლიან, რომ საქართველოს აქვს სტაბილური განვითარების პოტენციალი, რესურსი, მდგრადობა და მასთან საქმიანი ურთიერთობების დაჭერა საკმაოდ, ესე იგი, პერსპექტიულია. და ეს დასტურდება არა მარტო აიგოშ დილათ, არამედ სხვა ღონისძიებებითაც.